რო შევხედო იმ დღეს იმ მიტინგზე პარლამენტს ცნობიერჩი რომ ეს სპორტის სასახლეა და არა პარლამენტი. რეალურად სპორტის სასახლეა, ხო შეხედეთ. შეხედეთ ყველა ხისთავიანი ავამთყოფი ორფეხა, სქელკუნთა, ხაშრამის მჭამელი, სანიკიძეები, პეტრიაშვილები, ტალახაძეები, ყველა იქ არის შეყრილი და ყველას 3, 4, 10 და 20 კორპუსი აქვს ასაშენებელი არაბებისთვის. ეს წარმოუდგენელია, პარლამენტში არ არის დეპუტატი, რომელიც კორპუსს არ აშენებდეს. არა პირანელ აზიელებს. ეს რაღაც საშინელება გვჭირს და უბედურება გვჭირს და არა მარტო ოლიგარქია უნდა მოვიცილოთ პოლიტიკიდან და აუკრძალოთ კანონით პოლიტიკის დაკავება. არამედ სპორტსმენი, ხისთავიანები, მკვლელები ამ სიტყვის სრული გაგებით. აი ახლა სხვადასხვა ეს ყობახიძეები, ეს ხადაგიშვილები, ეს შარმანაშვილები, ეს ედეპეშნიკები ეგენი ხო იცით რაგბისტების გუნდი იყო კომუნისტების დროს. ის ყობახიძის მამა რაგბისტთა გუნდის ის იყო კაპიტანი. როცა ვკითხე ეროვნული მოძრაობის ლიდერებს, რატომ მოიყვანათ ესენი პოლიტიკაში? რა იციან პოლიტიკის? აბა რა ვქონდათ, რომ დაცვა ხო გვინდოდაო და რომ მივდიოდითო პატარა ჯგუფათო იქ კუჩაში, ესენი გვიცავდენო არა ეგ არჩი იდგნენ. ესე იგი, ყიდიან, აქირავებენ აი პუნქტებს, რაც აქვს, ტვინი არ გააჩნიათ. არიან სისხლიანები, მოძალადეები, ამ სიტყვისმულადებით. აი ეს მოჭიდავეები განსაკუთრებით, რომლებიც არ ბევენ გადაცმულები ხალხს. ეს ვიცით ჩვენ. ესენ უნდა გავიდნენ პოლიტიკიდან. თუ დავინახავთ, რომ სპორტსმენი მოდის პოლიტიკაში, იმ პარტიას არავითარი არც ერთი ხმა. იმიტომ რომ მოდის მკვლელი ჩვენ ფაქტურა. აი ეს ლიქუანი, ვინც დააარსა ეს სინგაპური, თანამედროვე აღოებული დიქტატორული რეჟიმი, ტოტალიტარული არჩევნია დემოკრატია არა. მაგრამ ნუ დუზდა გადამოდის ცხოვრება, დიქტატურაში ბედი უნდა ერს და ხალხს. აი ეს ლიქუანი რას ამბობდა, რით ასაბუთებდა დემოკრატიის არქონას და თავისუფალი არჩევნების არ დაკანონებას. რა თავისუფალი არჩევნები ჩავატაროთ, პარლამენტში აირჩევენ მსახიობებს და სპორტსმენებს და დამთავრდება სინგაპური. აჰა, მოდი ახლა და გავამტყუნეთ, თუ არ არის სწორი, აგერ ჩვენ მაგალითს. ამიტომ უნდა აიკრძალოს მათი პოლიტიკასთან ახლოს გატარება. ეს არის ბოროტმოქმედთა განსაკუთრებული ჯობი. ამ სიტყვის პირდაპირ გაგუხდა. აი სამართლო შერმადინმა აბარა გააკეთა. ამოყარე კაცი საერთოდ რა ვიცი, წავიდოდა მინიმუმ მონასტერში და იგეგდებოდა სოციალურ ბოლომდე. ერისთვის საძულველი ყობახიძის კეპა დაიწყო სტადიონზე და ხალხი მომისცა სწორი რეაქცია. ანუ ბევრი რაღაცა გადასაფასებელი, აი ძალიან ბევრი სამუშაო გულდება წინ და ეს კარგი წარი. ცხოვრება მუშაობით და ბრძოლით არის საინტერესო.